დღეს ჩვენ ვისაუბრებთ წიგნზე, საბავშვო წიგნზე. წიგნზე, რომელიც დაწერილია ბავშვებისთვის და რომელიც თავიდან ბევრს ეგონა ოდენ მასობრივი ლიტერატურა. გამოხდა ხანი და აღმოჩნდა, რომ ეს არ არის მასობრივი ლიტერატურა, რომ ეს არის ნაწარმოები, რომელსაც აქვს ძალიან ღრმა სულიერი განზომილება. მოკლედ, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ჰარი პოტერის შესახებ და ვისაუბრებთ ბლოგერთან და ჟურნალისტთან ნანა ზარდიაშვილთან ერთად. ჩვენ დღევანდელი საუბრის თემა არის მასობრივი ლიტერატურა და ჰარი პოტერი. სადღაც უკვე 10 წელიწადზე მეტია, ხო, რომ ეს წიგნი ასრულებს ძალიან სერიოზულ როლს, რა. და გახდა რაღაც ესეთი საკულტო, შემთხვევაში ამბობენ, რომ აი ბავშვებმა ისევ დაიწყეს წიგნის კითხვა დასავლეთსა და აღმოსავლეთში და თავიდან ეს ყველაფერი აღქმებოდა რაღაც ერთ-ერთი კიდე ბესტსელერი დაიწერა, როგორც არაერთი დაწერილა, მაგრამ რაც უფრო ბოლოსკენ მიდიოდა საქმე, ესე იგი მე-5, მე-6 წიგნებიდან უკვე რაღაც სხვა ინტონაციები გაისმა თითქოს და ბოლოს მე-7 წიგნი რო გამოვიდა, ვატიკანმა დაწერა არჩეულებრივი რეცენზია და მოკლედ აშკარად გამოიკვეთა ამ წიგნის რაღაც სრულიად სხვა სულიერი განზომილება, ხო? შენ შეიძლება ითქვას, რომ ეს თავიდანვე იგრძენით და მე მამუნათებდი კიდეც, რომ აი არ კითხულობ და რაღაც და სხვა შორის ორი წიგნი დაკითხული მაქვს, პირველი და მეორე. მე ფილმებს უყურებდი. ხო და მე-7-ს ჩათვლით, სხვა შორის ყველა ფილმი ნანახი მაქვს, ხო და აი ჩემს შვილებს 7-ვე აქვს დაკითხული, თან არაერთხელ და რაღაც მოკლედ და თან იმდენს მიყვებოდნენ, რომ ფაქტობრივად ისეთი განსთამახო დაკითხული მაქვს ის დანარჩენიც. მაგრამ ნუ მე ყოველთვის რას გეუბნებოდი, რომ აი შენ ტოლკინი წაიკითხე და CS ლუისი და არაფერი ის არ არის აქ სიახლე და ამავე დროს შენ ყოველთვის თავიდანვე თითქმის მეორე წიგნიდან მოყოლებული ამბობდი, რომ არა ეს ამ წიგნში არის რაღაც ესეთი სერიოზული განზომილება და ბოლოს აღმოჩნდა, რომ მართლა ძალიან სერიოზული განზომილება აქვს. მოდი ამაზე ვილაპარაკოთ, როგორ შემოვიდა ჰარი პოტერის შენს ველში, აი შენი კითხვის და აღქმის და რა ცვლილებები განიცადა და როგორ მიხვედით შენს დღევანდელ ინტერპრეტაციამდე. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ მე მინდოდა improve my English და ჩემ გოგოს უთხარი, რომ მომეცი რამე წიგნი რომ ინგლისურად წავიკითხო, იმიტომ რომ ეგრე აღარ შეიძლება. გლობალიზაციის ამ ეპოქაში, როდესაც კომპიუტერი უკვე აითვისე და ეხლა ინგლისურიც შეგვიძლია. კომპიუტერი აითვისე და ინგლისურიც უნდა ავითვისო, იმიტომ რომ მე მგონია, რომ ალბათ როცა გარდავიცვლები იქ რაღაცა განკითხვა ინგლისურად იქნება და რამე შეიძლება. ივანე ზოსემი ხო ამას ამბობს ინგლისურად. კი, ამბობს და ვფიქრობდი რომ რამე შეიძლება და მოკლედ მომეცი მეთქი რაიმე წიგნი. ამან გამომიტანა ჰარი პოტერი და მიავიღე აი ესე. იმიტომ რომ ეს პირველი წიგნიდან დაიწყე. პირველი წიგნიდან დავიწყე და იმიტომ კი არა რომ იქ ეკლესიამ რაღაც განცხადებები გააკეთა და ჯადოქრები და რაღაცები და იმიტომ რომ ეს არის მასობრივი რაღაცა ლიტერატურის ისა ბესტსელერი PS რასაშინელება იქნება და ვიწყებ კითხვას. და მემართება ისე ძალიან დიდი ხანი არ განმიცდია, ალბათ ბავშვობის მერე, აი ესეთი სიხარულით წიგნის წაკითხვა და ვხვდები რომ აქ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანია. პირველივე წიგნში იგრძელი. პირველივე წიგნში ერთი აი ცნობ ინგლისურ ლიტერატურულ ტრადიციას, აი იწყება თუ არა ტექსტი ცნობ ფილიპ პირიპს, ცნობ დევიდ კოპერფილდს, უსაყვარლეს დიკენსისეულ პატარა უმანკო ბიჭებს, რომელთაც რაღაცა ბოროტი დედინაცვალი აზრდის ან მამინაცვალი ზრდის ან რაღაც ან რომელიც იზრდება რაღაც უპატრონო ბავშვთა თავში საფარში ეს არის ისეთი ნაცნობი და თან რაც თავარი ეგზნობ ამ თამაშს აი ამ ტექსტები თამაშს და ამ რაღაც ალუზიას და მინიშნებას ამ ინგლისურ ტექსტზე და მე პროსტო ინგლისური ზღაპარი ახლა ხო ხვდები რა ტრადიციული და ფენტეზი შენ მაინც იმ პერიოდში ფენტეზი რო გითხრა არ გიყვარდა არა ფენტეზი არ მიყვარდა მაგრამ ინგლისური ზღაპარი მიყვარდა ძალიან რა და ყველა ამ ტექსტს ცნობ და თან წარმოიდგინე რომ ჰარი პოტერი გადარჩა რატომ ეს არის პირველივე წიგნში ნათქვამი. ჰარი პოტერი გადარჩა, იმიტომ რომ დედამ შესწირა თავი. და ეს მსხვერპლ შეწირვა იცავს მას ბოროტი ძალებისგან. ეს ძალიან ქრისტიანული თეზაა, ძალიან. ანუ გითხრებს ამბავი, გითხრებს ეს თამაში, ეს პოსტმოდერნული თამაშებიც გითხრებს, კი. ეს ალუზიები ხვდები რომ უნიჭიერეს მწერალთან გაქვს საქმე, მაგრამ გითხრებს რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ თანამედროვე რომ მკითხველი ხო მონატრებულია მთავარ საკითხებზე. მთავარ საკითხებზე ჩვენ ხო აღარ ვლაპარაკობთ. რაღაცნაირად ისე დაალაგდა ბოროტება, სიკეთე, სიყვარული, თავგანწირვა, მეგობრობა, ვაჟკაცობა, უანგარობა. ეხლა უნდა გითხრათ ძალიან მაგარი რაღაცა. ამას წინათ წავიკითხე ფოლკნერის სიტყვა, როცა ის დააჯილდოვეს ნობელის პრემიით. სულ რაღაც გვერდნახევარია მეტი არ არის. თავისუფლად შეიძლება წაკითხული მქონდა, მაგრამ ეხლა ისე
რაღაც საოცრად იმოქმედა ჩემზე, რას ამბობს 52 წელია. ამას ეგეთ რაღაცას რომ ეს ჯილდო მე კი არ მეკუთვნის, არამედ ჩემს შრომას ეს არ არის ჩემი, ეს ტალანტი რომ შენი არ არის, თავისთავად ძალიან ქრისტიანულია, ხო მე რას ამბობს. თანამედროვე მწერლებს, ახალგაზრდა მწერლებს მოუწოდებს, რომ წერონ თავარ რაღაცეებზე, და თავარი რაღაცები რა არის, რომ ეს არის სიკეთე, თავგანწირვა, წმენა, რომ ეს არის ვაჟკაცობა, გმირობა, სიყვარული. და თუ ამაზე არ წერტო, მაშინო სიყვარულის მაგივრათო იქნება შინაგანი ორგანოების სეკრეციაო. ყველა საოცარი რა არის, ცირო, ერთი მხრივ ხო რაღაც ულამაზესი და აი ძალიან ბრძნული და ადამიანური, ჰუმანური, ღრმად ქრისტიანული სიტყვა და არის გაფრთხილება და წინასწარმეტყველება, რაც შემდეგ მოხდა. როცა დაიწყეს წერა მართლაც შინაგან სეკრეციაზე და სხეულის გარკვეულ მასე არა. ხო და აღმოჩნდა რომ ისეთი მონატრება ამ თავარ საკითხებზე ლაპარაკის და თან მე იყო ძალიან საინტერესო რომ ნუ როცა უკვე 7-ვე წიგნი წავიკითხე და მე წავიკითხე კიდე მეორედ და თავიდან ცოტა უფრო მიჭირდა და ყოველ მეორე სიტყვას ლექსიკონში ვეძებდი, მაგრამ მე მივხვდი რომ ეს წიგნი ისე მომეწონა რომ ჩინურადაც რო ყოფილიყო დაწერილი გავიგებდი, რომ აქ რაღაც საიდუმლო იყო, აი შეხვედრა შედგა ჩემი და ჰარი პოტერის შეხვედრა შედგა, იმიტომ რომ იყო ეს მთავარი და უმთავრესი საკითხები, რასაც იმიტომ რომ აი ეს პოსტმოდერნი გაუთავებელი ხით-ხითით, ქილიკით, რომელიც გრძალავს მთავარ თემებზე ლაპარაკით, რომელიც შეიძლება ძალიან დეტალებში მართლა შინაგან სეკრეციაზე და მეტაბოლიზმზე წერდეს, ოღონდ არ ვილაპარაკოთ ბოროტებაზე და სიკეთეზე, ოღონდ არ ვილაპარაკოთ თავგანწირვაზე. ხო ხვდები არა რა ტიპის რეალობაში ვცხოვრობთ. სხვათა შორის მე უკვე როდესაც ეს ყველაფერი წავიკითხე და მე ვიგებ Rowling's გაცნობიერებული ქონდა რასაკეთებდა. Rowling-ი არის ქრისტიანი ღრმად მორწმუნე და Rowling-მა თქვა რომ მე ვწერდი ქრისტიანულ წიგნს, ოღონდ ამის დეკლარირებას არავითარ შემთხვევაში არ მოვახდენდი, სანამ წიგნს ბოლომდე არ მივიყვანთ, იმიტომ რომ წიგნი უბრალოდ არ გაიყიდებოდა. ნუ ფაქტია ვაღიაროთ, რომ ცხოვრობთ პოსტქრისტიანულ ეპოქაში, ეს ეგრეა. ნუ ახალ წარმართობაში სულ სხვა ფასეულობები წამოვიდა წინ, ამიტომ აი ასე ესე იგი უწევთ იმ ადამიანებს, ვისთვისაც მთავარი საკითხები არის მნიშვნელოვანი, აი სიმულირება ფენტეზის ვაკეთებს, ზღაპარს ვწერ, რაღაცას ვაკეთებ, ოღონდ როგორღაც ჩემი სათქმელი მივიტანო მკითხველისადმი რა. არ არის აბსოლუტურად შემთხვევით, ახლა შენ ფენტეზი ახსენე და ზუსტად რამდენიმე ათწლეულის წინ ტოლკინს და C.S. Lewis დაახლოებით ესე უხდებოდათ წერა, ხო? ტოლკინი იყო ასევე ღრმად მორწმუნე ქრისტიანი, ეკლესიური, C.S. Lewis-ი ასევე ღრმად მორწმუნე ეკლესიური, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანი აპოლოგეტი და ალბათ არ არის შემთხვევითი, რომ Rowling-მა გააგრძელა ეს ხაზი. კი, მაგას გეუბნები, რომ ძალიან ეყრდნობა ინგლისურ ლიტერატურულ ტრადიციას. თან ინგლისურ ქრისტიანულ ლიტერატურას. რასაც ეძახიან ინგლისურ ანგლო-კათოლიკურ ტრადიციას. კი, ინგლისურ ანგლო-კათოლიკურ ტრადიციას ეყრდნობა და ზოგადად ინგლისურ ლიტერატურულ ტრადიციას ეყრდნობა. ისი რა მე მაქვს ხოლმე ესეთი განცდა, მე სულ ვაპარაკობ, რომ არის წიგნები, რომელთა დაწერა იყო გადაწყვეტილი. ეს წიგნები აუცილებლად უნდა დაწერილიყო. ხო, სადღაც იყო გადაწყვეტილი, შეუძლებელი იყო რომ ეარსება კაცობრიობას და აი ეს წიგნები არ დაწერილიყო. ჩემთვის მაქვს რამდენიმე ასეთი წიგნი რა. აი ამ წიგნის დაწერაც იყო გადაწყვეტილი. ეს წიგნი დაიწერებოდა, კალამს აიღებდა ხელში Rowling-ი, თუ აიღებდა ვიღაც სხვა, ეს წიგნი დაიწერებოდა. აი ამ სიტუაციაში, როდესაც არის დერეგულაციის დოგმატი, როდესაც არის მთავარი რაღაც პრაგმატულ რაღაც ღირებულებებს გვახვევენ თავზე, იწერება წიგნი, რომელიც ბავშვებს ასწავლის, რომ საშინელ ბოროტებას დაძლევ, საშინელ ბოროტებას მოერევი, თუ იქნები უანგარო, თუ შენი ძალა იქნება უძალო და უანგარობა თან არის უმთავრესი. და გეყოლება მეგობრები. მე წავიკითხე Rowling-ის გამოსვლა იყო მგონი ჰარვარდის უნივერსიტეტში კურს დამთავრებულებთან. და მე რჩე მეგობრებში ვამბობდი ეს კაცო თბილისელია ეს ქალი მეთქი რა იმიტომ რომ აი ოპერირებდა როგორი იმეებით იცი ნათლიდე და ნათლი მამა ნათლული ახლობლები მეგობრები აი არაჩვეულებრივი ტექსტია ეს ამ ტექსტშიც აი ესეთ რაღაცას ლაპარაკობს რომ მე დიდხანს ვიმუშავებ მგონი Amnesty International-ში თუ არ მეშლება და არიან ადამიანები რომლებიც ირჩევენ რაღაცა კლაუსტროფობიულ სივრცეში არსებობას რომელთაც არ აწუხებს სხვათა უბედურება რომელიც ცდილობენ რომ დაიხშონ ყური და არ გაიგონ სხვას როგორ უჭირს არა და მე არ მგონიაო რომ ეს რეალურ საფრთხოებას ანიჭებთ მე ესე მგონია რომ ამ დახშულ ზნეობრივ სივრცეში არსებობა თავისი მონსტრები ყავს სამყარო სადაც არის ახალგაზრდობის კულტი
საიდანაც განდევნილია ავადმყოფობა, სიკვდილი, სიბერე, აი ეს სამყარო. და ყველაზე მთავარი პერსონაჟები ყავს მას. ეს არის მაგონაგალი და დამბლდორი, ორი მოხუცი. შესანიშნავი მოხუცი. ორი შესანიშნავი მოხუცი, ბრძენი მოხუცი. დამბლდორის გარეშე მე მახსოვს მე-6 წელში დამბლდორი რო გარდაიცვალა და მე არ ველოდი რომ დამბლდორი მოკვდებოდა. ეს იყო თავზარდაცემა და ვიფიქრე ხო როგორღა ვიცხოვრო მეთქი და დაურეკე თინას ჩვენ საერთო ნაცნობს და უთხარი ამას როგორ მიმალავდი მეთქი. სხვათა შორის ხო მართლა რაღაცა ასაკისადმი პატივისცემაც კიდე იმიტომ რომ ქრისტიანული წიგნია რაზე ელაპარაკი. ტრადიცია უნიშნელოვანია. მამასა შესა. აბსოლუტურად. და წარმოიდგინეთ, ანუ ეს სკოლა ჰოგვარტსი, რომელიც იუდაურ ქრისტიანული, იმიტომ რომ 10 ცნება რომელიც ქრისტიანობა მაიღო და პლუს 2 ცნება და ამათან სიყვარულის. ეს სკოლა ჰოგვარტსი, ხო, რომელიც არის ტრადიციული და დამბლდორს ისეთი პრინციპებით იმაშება, რომ ცოტა ლიბერალურიც არის, ან ტრადიციულ ცოდნას ეფუძნება სკოლა, რომელიც რაღაც კულტურულ საძირკვლებს საფესვებზე დგას, რა ამ ბავშვებს აძლევს და მოდის მერე მისი სამბრიჯი. მისი სამბრიჯი არის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი პერსონაჟი. აი, რომელიც რიტორიკაც არის რაღაცა უკაცრავად, მაგრამ რაღაცა ემზერელი NGO აქტივისტის, რომელიც ლაპარაკობს ტექსტს, რომელიც ძალიან გესობა. რომელმაც ჩაანაცვლა კომკავშირელი. აუცილებლად ჩაანაცვლა კომკავშირელი და თან ესეთ რაღაცებს ლაპარაკობს. თან ამ ტექსტს ოდესღაც მე თვითონაც ლაპარაკობდი, იმიტომ რომ ოდესღაც მე ძალიან მინდოდა. ჩვენც ერთ დროს ლიბერალები ვიყავით. ზე, ვიყავით ლიბერალები და ძალიან მინდოდა, რომ რაღაცა ის იყოს სწორება მქონდა NGO აქტივისტს, რომელიც ლაპარაკობს ინოვაციისა და ტრადიციის ბალანსი, რომელიც არის შეპყრობილი წესრიგის იდეით და ამიტომ მაქსიმალურ ქაოსს წარმოშობს. აი ამ შეპყრობილი ამ წესრიგის იდეით ეს მისი სამბრიჯი იყო ახალი დირექტორი, რომელიც დანიშნეს ბოროტმა ძალებმა, ასე ვთქვათ, ჰოგვარტში, რომელმაც გააძევა დამბლდორი. მოხუცი, ბრძენი, კეთილი, თავგანწირული და ძალიან მაგარი პერსონაჟი, ისევე როგორც მაგონაგალი რა. და ეს 4 ბავშვი, რომელიც რაღაც საშინელ ბოროტძალას უპირისპირდა მე, საშინელს. არის ერთ საინტერესო მომენტი, რომ ამავე დროს არის ესეთი მინიშნება ძალიან ესეთი მეხსიერება თუ ამღალატოს, რომ დამბლდორი ამავე დროს არის გეი ორიენტაციის. კი, არის გეი ორიენტაციის. ოღონდ რომელიც მას აქვს შეგნებულად სუბლიმირებული და ასკეტია ამავე დროს. არის, ასკეტია. ეს არის მნიშვნელოვანი. მე სულ რატომღაც სულ მეგონა, რომ თომას მანია მისი პროტოტიპი. ხო, რაღაცნაირად რომ თომას მანი. იმიტომ ძალიან გავს თომას მანის ახალგაზრდობას. რომელშიც ბრძენი თომას მანი. ჰომოეროტული მომენტი, გეი ორიენტაცია და რომელსაც მუდმივად სუბლიმაციას უკეთებდა. სუბლიმაციას უკეთებდა, ცდილობდა დაეთქვა და წერდა გენიალურ პროზას ამის გამო. ზაზა, ეს არაჩვეულებრივი ატმოსფეროები, რომელიც ამ წიგნში არის გაბნეული. გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივი მთხრობელია, არაჩვეულებრივი რაღაც სიტუაციების რეკონსტრუირება, აი მაგალითად ვოლდემორტის დედის ისტორია, ძალიან გავს ოლივერ ტვისტის დაბადებას. ხო, გეუბნები, სულ ცნობდი ინგლისური ლიტერატურის რაღაცა ადგილებს. ხო, აი მაგალითად ვიზლების ოჯახი. ვიზლების. აუ, ეს არის ფანტასტიკური ვიზლი დედა, რომელიც არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ხატსურათი დედის ალბათ მსოფლიო ლიტერატურაში. უკეთილესი ბუზღუნა, უტყუნა, ძალიან მზრუნველი. როგორ უყვარს ჰარი, როგორ უყვარს თავისი შვილი ვით უყვარს ჰარი. ძალიან ცუდ ხასიათზე რო ვარ, მივდივარ ვიზლების ოჯახში, ვკითხულობ ამ ადგილებს, იმიტომ რომ მენატრება დედა და მენატრება მამა და მენატრება ის იდილია, რომელსაც ქმნის აი ნამდვილი, აი ასეთი ოჯახი. სიკეთე, სინათლე და ასე შემდეგ. ანუ ეს ქრისტიანული ღირებულებები, რომლებიც ამ პოსტქრისტიანულ სამყაროში, ვაღიაროთ, რომ ესია პოსტქრისტიანულ სამყაროში ვცხოვრობთ, ამიტომ მეცინებ ახლა როცა თეოკრატიის რაღაც გამარჯვებაზე ლაპარაკობენ, მე სულ ის განცდა მაქვს, რომ ქრისტიანებს მოგვიწევს კატაკომბებში დაბრუნება, დავრჩებით მართლა მარტო ქრისტიანები და ფარისევლები ჩამოგშორდებიან და ალბათ დევნილობა არის ნორმალური მდგომარეობა ქრისტიანისთვის. აი ამ რეალობაში ამ ტექსტის კითხვა არის სუფთა ჰაერივით და ის მნიშვნელოვანი ფუნქცია რა მანც გათა ბავშვებმა აიღეს წიგნი. ბავშვებმა წაიკითხეს გრძელი ტექსტი. ბავშვებმა გადაფუნქციეს ნარატივი, ამბავი. ეს არ არის ჰიპერტექსტი, ნაკუწ-ნაკუწი. ეს არ არის დავლინკე, გადავედი, ეს არის პოსტმოდერნული ტექსტი. აბსოლუტურად არ არის პოსტმოდერნული ტექსტი. პრინციპში, რაღაცა მზერელი იმას წესებს იცავს პოსტმოდერნული ტექსტი. რაღაცა სამოიცნობ რაღაცას გაგეცემა. პოსტმოდერნმა მიისაკუთრა, რომ თითქოს ალუზიები მისია. კლასიკური ლათინური პოეზია იყო ვირგილიუსის ცენტონებით იწერებოდა, ესეთი აბსურდნიუსი წერდა. ჯერ კიდევ მე-4
საუკუნეში რაზე სხვათა შორის ეხლა ვალაგალაკ, როდესაც დრომა ვკითხულობ არისტოტელეს იმას, ნიკომაქეს ეთიკას. და იქ აბსოლუტური აღფრთოვანებაც მაქვს, იმიტომ რომ იქ იცი რა მომწონს, აი ეს უანგარობა, რომელიც აქ არის მთავარი მომენტი, რომელიც ჰარი პოტერში არის მთავარი მომენტი, უანგარობამ დაამარცხა ეს საშინელი არსება, ვოლდემორტი, როდესაც ჰარი პოტერი იგებს, რომ თვითონაც თავის თავში ატარებს ვოლდემორტის ნაწილს, ესე მოხდება რა. რაღაც იქ რაღაცა პერიპეტიების გამო. როგორც თითოეული ადამიანი დასაბამიერწოდვას. კი, დასაბამიერწოდვას. ზუსტად ეს პარალელია. აბსოლუტურად კი და როდესაც ხდება რომ თვითონაც უნდა მოკვდეს იმისთვის რომ ეს ბოროტება მოკვდეს და მიდის ვოლდემორტთან შესახვედრად რომ მოკვდეს ამ ჯოხს ჯადოსნურ ჯოხს რომელთაც თავს იცავს ის დამალავს სიკვდილზე მიდის ეს არის უძელაძოლა რეალური ძალა მხოლოდ ამას აქვს გრძელვადიან პერსპექტივაში როგორც ეთიკური სტანდარტი შეიძლება ცოტა მაგრამ ამაზე დგას სამყარო დგას ამაზე აი რაც არ უნდა მოდი ესე ვთქვათ ქრისტესზე დგას ქრისტეს თავგანწირვაზე რომელსაც უნდა იმეორებდეს ყველა ქრისტიანი მაგრამ იმეორებენ მხოლოდ ისინი ვისაც შესწევთ ამის ძალა ხო მარტვილები მოწამეები წმინდანები ჩემი შვილი ამბობდა ნიკამ თქვა იმ დღეს უკვე რას მეუნები სიკეთე ყოველთვის პერსონალური აქტია ყოველთვის პერსონალური აქტია. მაშინ როცა ბოროტება არის იმპერსონალური, ორგანიზებული, ინტენსიური, დაგეგმილი. კი, აუცილებლად დაგეგმილი და სტრუქტურული და სისტემური. სხვათა შორის ყველაზე არ მიყვარს ესეთი ნორმალური ადამიანებიც ამბობენ, რომ აი ძალაუფლება უნდა იყოს უპიროვნო, უნდა იყოს სტრუქტურული, აი ავტოპილოტი. აი ეს ყველაფერი არის ფაქტიურად ხო ლევიათანი, უსახო და უპიროვნო. ხო. და უპიროვნო ძალასთან რა მიმართება შეიძლება კონდეს ადამიანს? არავითარი არ უნდა კონდეს და რას ლაპარაკობდი ჰარი პოტერზე გეუბნებით, ხო მიდიოდა აი ესე ამ. არა, დამალა და წავიდა სიკვდილზე და ნუ გადარჩა მე მაინც გადარჩა, მოკვდა და აღდგა. მოკვდა და აღდგა. კი, გახსოვს ბროდსკი ამბობდა რომ ვისაც დიკენსი აქვს წაკითხული სხვას ვერ დახურეთსო. აი ეს გააკეთა როულინგმა. ვისაც ჰარი პოტერი აქვს წაკითხული, მე ძალიან მჯერა ამის, რომ ის იფიქრებს, როდესაც თავის მსგავს უნდა ესროლოს, როდესაც ეტყვიან, რომ ძალაუფლება მთავარია, როდესაც ეტყვიან, რომ მთავარი სახელმწიფო იყოს ძლიერი და რაღაც ამდაგონ, იმიტომ რომ სახელმწიფოს თავარი ფუნქცია არის დასჯა. ხო, რომ სახელმწიფოს თავარი ფუნქცია არის დასჯა. ეს თქვა ერთ-ერთმა ლიბერალმა. კი, ხო და ამიტომ მეცინება ეხლა როცა რაღაცა თეოკრატიულ საფრთხეზე ლაპარაკობენ, ნუ ფაქტია რა, ფაქტი არის, რომ trends არის საერთოდ სხვა, აბსოლუტურად სხვა, გლობალიზაციური ფაქტია, შენ ანა რას ამბობ, რომ ორი წარმართობა ებრძვის ერთმანეთს. ერთი არის თანამედროვე პროგრესული, მეორე არის ასე ვთქვათ ძველი მოძველებული ნაციონალიზმის სახით. და ქრისტიანმა უნდა გაიაროს ამ როგორც ბეწვის ხიდზე ამ ორ ქარებიდასა და სtildeს შორის. კი, ორი წარმართობა ებრძვის ერთმანეთს ამას რა ლაპარაკი უნდა აბსოლუტურად. ნუ რა ვქნა ძალიანაც კარგი თუ ასე ხდება ჩვენ ვინ თქვა რომ ჩვენ უნდა ვიყოთ სხვაზე უკეთესად ან რატომ უნდა ვიყოთ პირველ ქრისტიანებზე უკეთესად. დღეს ციტირებდა ვიღაცა Facebook-ზე და აღარ მახსოვს რომელიღაცა წმინდა მამის იმას რომ როგორ წესი ბოროტი ძალები ებრძვიან ერთმანეთს და სინათლე თვითონ იმკვიდრებს თავს. იმიტომ რომ ხონუ ბრძოლა მათი საქმე რატომ უნდა იბრძოლოს სიკეთე მის რაღაცას მოუძებნის სადღაც სად იარსებობს. ჰარი პოტერი რომელიც მიდის ვოლდემორტთან თან ვოლდემორტის ნაწილი არის მასში როგორც აი დასაბამიერწოდვა ყველა შეხო მიდის და რისი იმედი აქვს? არაფრის უნდა მოხდეს. უნდა გადაარჩინოს თავისი მეგობრები. ეს არის თავგანწირვა. იმიტომ რომ შენ ამბობ ხოლმე ამას ხშირად ამბობ აბსოლუტურად ზუსტად რითი განსხვავდება ბარბაროსი, რითი განსხვავდება ქრისტიანისგან. ბარბაროსი ყოველთვის მსხვერპლად წირავს სხვას. და ქრისტიანი ყოველთვის ეწირება თვითონ. არ შემიძლია მაინც ისევ კონტექსტს არ დაუბრუნდე და ჩვენ ახსენეთ დიდი ინგლისური ლიტერატურა, ქრისტიანული ლიტერატურა თან ამავე დროს გამოყვავით ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაკადი ამ ინგლისურ ქრისტიანულ ლიტერატურაში, ანგლო-კათოლიკური ან კათოლიკური ინგლისური ლიტერატურა, ხო? და ახსენეთ ტოლკინი, ახსენეთ C.S. ლუისი, შეიძლება ცოტა გვერდზეა, მაგრამ რაღაცით ახლობელია ამათთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვნად ახლობელია ჩესტერტონი, მაგრამ მე მინდა ვახსენო ამ წერალი, რომელიც სხვა ჟანრებში მოვაწეობდა. ივლინ ვოშ. რაუსამურია ევლემოსთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს გავს რაღაც წინათ გრძნობას, იმიტომ რომ მაშინ როდესაც მე ივლინ ვო აღმოვაჩინე, ვიყავი ძალიან ახალგაზრდა. და თან ნანა, ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ
ძალიან დიდი სიამოვნებით თარგმნიდნენ საბჭოთა კავშირში ივლინუს ტექსტებს. გარედან რომ შეხედავ, არის საშინელად ანტიკაპიტალისტური. კი, ანტიკაპიტალისტურია ხო, რა თქმა უნდა. ნუ იქნება ქრისტიანული ტექსტი იქნება ანტიკაპიტალისტური. იყო ესეთი მსოფლიო ლიტერატურა მრავალტომეული, ბიძაჩებმა იყიდა, მომხდა ხელში, იქ იყო სამი რაღაცა, იყო ბრაიცხედი. ბრაიცხედში დაბრუნება. იყო ბრაიცხედში დაბრუნება, იყო სულად ვკითხულობ. ნეტარხსენებული და იყო Beloved One. Beloved One და Wild Bodies. Wild Bodies, რომელიც ითარგმნება ეს სამი ტექსტი იყო. მე პირველი რომელიც წავიკითხე მახსოვს, იყო ეს ნეტარხსენებული. სალსარი, უშავკანელესი იუმორი. ჟანრობრივად თვითონ მინაწერია აქ ესეთი ანგლო-ამერიკული ტრაგედია. ამერიკული ტრაგედია ვიცი დრაიზერის, ამას ქვია ანგლო-ამერიკული ტრაგედია. ნაწარმოები ერთ-ერთი უიშვიათესი, სადაც არ არის არც ერთი დადებითი პერსონაჟი. არა, ხო რას ლაპარაკობ, ყველა საშინელი. ყველაზე უფრო გროტესკული და რაღაცა გარკვეულაზე ცინიკური ტექსტი რო არ იცოდე ვინ არის ივლინ ვო. და საშინელი პერსონაჟი იყო თვითონ ივლინ ვო. ექსცენტრული კაცი, რომელიც ტელეფონს არ იყენებდა, მამა ყავდა კიდევ ასეთი ექსცენტრული და რომელიც ამბობს ბრაიცჰედი, რომელიც არის უნათლეს ძიმე ტრაგიკული, მაგრამ უნათლესი წიგნი. და ეს არაჩვეულებრივი ეს Wild Bodies, მერსკეპლოც, რომელსაც რო სულ თარგმნა შექმნა, რომელიც მიყვარდა ისე რომ ვკითხულობდი ყოველ წელიწადს. ვკითხულობდი, გაუთავდა. იცი რა არის ერთი რაღაცა მინდა, ახლა მე ვთქვი ბრაიცჰედში დაბრუნება. ინგლისურად არის ეს ისე სიტყვა, რომელიც რაღაც სხვა ენაზე მთლად revisit-ით, რომელიც არ ნიშნავს მთლად დაბრუნება. დაბრუნება არის მაინც returning და აქ არის revisit. ანუ კიდევ ერთხელ მონახულება. ამას საკმაოდ სხვა კონტექსტი აქვს ეს. აქ არის Wordsworth-ის კონტექსტი, ბევრი სხვა კონტექსტია. და თან ეს ჩარლზ რაიდერის პერსონაჟი. პირველ პირში არის დაწერილი, მთხრობელი არის პერსონაჟი ჩარლზ რაიდერი და მთელი ამ ნაწარმოების განმავლობაში ბოლომდე ის არის ათეისტი. და ათეისტის კუთხით არის დაწერილი და არის კათოლიკური ოჯახი, ინგლისში რაც ეყვა. თავისთავად ამ უკვე ანომალია ინგლისში, რა ძველი ესეთი ოჯახი ტრადიციული შემოინახა ეს რაღაც ხო? და ჩარლზ რაიდერი და ბოლო გვერდზე ის არის რომ შედის აი ამ დანგრეულ სახლში, სამლოცველოში და პირჯვარს რო გაისახავს და ხვდები რომ არ ხვდები კი უკვე ამას რომ თვითონ უკვე არის მოქცეული და ბოლო გვერდი რომელიც არის რაღაც აი რამდენჯერმე გადავიკითხე. სხვათა შორის ახლა გარდაიცვალა ერთ-ერთი ძალიან დიდი მეცნიერი ომრი რონენი, რომელიც იყო ძალიან საინტერესო ბიოგრაფიის, ის იყო უნგრელი ებრაელი, იყო რომელიც გაექცა იმრე ნადიროს, როცა რუსებმა გადააყირავეს 56 წელს, მე იყო ისრაელში, შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან კარგი მეცნიერი, ფილოლოგი და ეხლა ხან გარდაიცვალა და ვკითხულობდი მის ბოლო პერიოდის წერილებს. და ერთ-ერთ წერილში აი სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე არის დაწერილი რომ გადაიკითხა ბრაიცჰედი და როგორ უნდა რომ კონდეს ესეთი რწმენა. ეთქობა ადამიანი მას რაღაცას გრძნობს და აი როგორ უნდა ესეთი რწმენა როგორიც აქვს აღწერილი ივლინ ვოს. და გახსოვს ზაზა როგორ მომიწოდებდი, ანუ მომიწოდებდი გაქრისტიანებისკენ, ამითხარი გოგო სამოთხეში არ გინდა და მე მეხსნიდი რომ არის ის სამოთხე არის ეს არის იგივე განცდა, როცა ბავშვობაში კითხულობ წიგნს. და სხვა შორის უნდა გითხრა, რომ აღმოაჩინე ეგეთი ნახატი, საშუალო საუკუნეების მინიატურა, სამოთხე არის გამოსახული, სადაც ცენტრში ზის ღვთისმშობელი და წიგნს კითხულობს. ხო და აი მაშინ მახსოვს, რომ ძალიან მომინდა გაქრისტიანება, იმიტომ რომ ესეთი ბედნიერი ალბათ არასდროს არ ყოფილა, როგორც როცა ბავშვობაში ვკითხულობდი წიგნს. ყმაწვილობაში რო წიგნს კითხულობ, ამას ხომ მე აღარაფერი არ შეედრება ზას. ჩემთვის მართლა სამოთხე იყო მაშინ ეს რო წარმოვიდგინე. არდედეგები, როცა სოციალური სტიქია თავს განებებს და სკოლა ძალიან მეზიზღებოდა ჰანო ბუდენკოვი. ეს რაღაცა უსახური ინსტიტუტი ლევიათანი, როდესაც სკოლა თავს განებებს და შეგიძლია დაждდე ტყეში. აიღო წიგნი სრული მოცალეობის მომენტი გაქვს, იჯდე და იკითხო შენი უსაყვარლესი წიგნები. უვე წავიდა ეს დრო ალბათ აღარ იქნება, თუმცა ხო გენები რაღაცა მომენტში. მე სამოთხეში. დამიბრუნა ჰარი პოტერმა და მე მინდა კიდევ თქვა აუცილებლად როულინგზე ესეთი რაღაცა, იმიტომ რომ ის მართლა ქრისტიანია. იცი რომ იყო მილიარდერი და მილიარდერი აღარ არის. დაარიგა. აი ეგრეც იქნებოდა. ის ისე ლაპარაკობდა თავის მეგობრებზე, აი მაგალითად ის commencement speech რო ქონდა, რომელსაც ერქვა The Fringe Benefits of Failure and Importance of Imagination. ანუ მარცხის სარგებელი
და წარმოსახვის მნიშვნელობა, წარმოსახვის და სხვა შორის იმაში ლაპარაკობს, რომ არ ყოფილიყო ესეთი ღარიბი, ესეთი უბედური, ესეთი დამარცხებული, ესეთი წარუმატებელი. არ იქნებოდა ის რაც არის, ანუ არ იქნებოდა ალბათ ასეთი კეთილი ადამიანი. ამ იმაში ლაპარაკობს ამ სიტყვაში, რომელთაც მიმართა ჰარვარდის კურსდამთავრებულებს, რომ აი თქვენ ყველაფერი მოგეცათ, ეგეთი პრესტიჟული სასწავლებელი დაამთავრეთ. ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანისთვის წარმოსახვა აქვს მხოლოდ ადამიანს. წარმოსახვა გაძლევს იმის საშუალებას, რომ წარმოიდგინო როგორ გრძნობს თავს მეორე ადამიანი და შესაბამისად დაიბადოს თანაგრძნობა. და ეს თანაგრძნობა უმთავრეს ის ამბობს, რომ კი ზოგი ამ წარმოსახვას ბოროტად იყენებს იმისთვის, რომ манипуლირება მოახდინოს მეორე ადამიანით, მაგრამ წარმოსახვის გარეშე შეუძლებელია თანაგრძნობა. ამაშია ლიტერატურის, საერთოდ მხატვრული ფორმის, მხატვრული ტექსტის, რა ვიცი, მხატვრული ფილმის ფასეულობა რა. ძალიან მეშინა როგორც გითხარი, პარადიგმა ირღვევა და მეალობლის ბაღებს მიჩეხავენ, რომ აი ეს დაიკარგება ჰიპერტექსტზე გადასული საზოგადოება, რომელიც კითხულობს ნაწყვეტ ტექსტს, რომელსაც არ შეუძლია გაჩერდეს, დიდხანს უყუროს ფილმს, წაიკითხოს გრძელი ტექსტი და ყურადღებით. ესენი დაკარგავენ წარმოსახვის უნარს და შესაბამისად დაიკარგება თანაგრძნობა. თან სამყაროში, სადაც პრაგმატიზმი, სადაც ნუ ეხლა ფული უნდა გავაკეთო, ეს არის აი უაპელაციო არგუმენტი და ყველაფრის გამართლება, დავბრუნდები წარმართობაში, სადაც თანაგრძნობა იქნება რუდიმენტი, რელიქტი, წარსულის გადმონაშთი და სადაც თანაგრძნობა იქნება სირცხვილი. და შესაბამისად არავის არ დასჭირდება წარმოსახვა და კარგი წიგნები.